ნება მიბოძეთ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმრად მოვიწვიო ჭანიშვილების მომღერალი ოჯახი. გიორგი, ნინო და ლუკა ჭანიშვილები. ოგზანდით. აუმარგეს. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ჭანიშვილებო. თქვენ ყველაფერი შესანიშნავად გამოგდით. მასპინძლობა, ურთიერთობა, მეგობრობა, სიმღერა, ცეკვა. თავიდანვე ვთხოვ ჩემს მეგობრებს რომ შემოიტანონ გიტარა და მოდი ერთი სიმღერით გავხსნათ და რაც ვახსენეთ რომ მომღერალი ოჯახი და რაც ამდენი ხნის განმავლობაში იმედის მაყურებელმა იხილა, მოისმინა და ამხელა სიამოვნებას იღებს პროექტიდან მიმღერე, მოდი კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ და ერთი ლამაზი ქართული სიმღერა თქვენი შესრულებით ჩვენი შოუს დასაწყისშივე ავაჟღეროთ. ხოვოთ მეგობრებო. გიტარა მაქვს ბანდიანი დარია ჭერელებული ორი შეყვარებული მღავს ქევარა გაშტერებული ორი შეყვარებული მღავს ქევარა გაშტერებული მოგიდაცე და წაგიღვა აგიშენებ თაცხასა როცა დაგიახლოვდები ურში გეტყვი რაც ხასა როცა დაგიახლოვდები ურში გეტყვი რაც ხასა მე ხლა შენი წარსული მქვია არ დავბრუნდები სულიც მხდებოდეს როდის ყოფილა ნასროლი ქვია გვათოფის ლუღას დაბრუნებოდეს როდის ყოფილა ნასროლი ქვია გვათოფის ლუღას დაბრუნებოდეს წინანდალელი ნათელა ერთი პადარა ქალია ოჩემო ციცინათელა ჩემო ციხევა და გალია ოჩემო ციცინათელა ჩემო ციხევა და გალია დელია 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 დიდი მადლობა. რაც შეეხება პროექტს მიმღერე, მართლაც ერთ-ერთი უსაყვარლესი პროექტია. არა მარტო ჩემი, აი ათასობით მაყურებლის და საოცრად მოუხდა თქვენი ოჯახი, იმიტომ რომ ზუსტად მიესადაგება იმ სტილს, რომელიც დაამკვიდრა აი ამ შესანიშნავმა გადაცემამ. და რაც თავარია, აი საოჯახო ტრადიციები, რომლითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა და რაც თქვენთვის ამდენად ორგანულია. ეს ყველაფერი გამომზეურდა ბუნებრივად. მაგრამ ჩემო ბატონო, სანამ გადავალთ მიმღერემდე, მანამდე გავიხსენოთ ლუკა, როგორ გამოვიდა თავიდან ფართო ასპარეზზე და ამას ერთი პატარა ისტორია ქონდა თან და ერთად გავიხსენოთ მე და გიორგი ბატონი. ჩვენ საერთო მეგობართან, რომელიც ვარსკვლავის გახსნა იყო ბათუმში,
ჭაბუკა სურმანიძესთან, რომელიც ცნობილი მომღერალი და მოვიკითხოთ აქედან ისევე როგორც ჩვენი მეგობრები, ანსამბლ ბათუმის თითოეული წევრი. მისი იუბილეი იყო და აი ბანკეტზე შევხვდით და მაშინ მე ლუკას ნიჭის თაობაზე არ ვიცოდი და მაშინ იყო რომ მაჩვენა ბატონმა გიორგიმ და იმ წუთას გადაწყდა ეგაბავი და 20 დღეში შენ უკვე ფილარმონიაში ideki იუმორინა სცენაზე და იქინა გაგისდო ყველა და დაიწყო როგორ მიხარია რომ ხდება ყოველ დღეს გამიგე შენი ვიდეო. აგებოდი პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე პირველად ვარ ლუკას ფაქტიურად მესამეჯერ მოუწია თქვენს გადაცემაში მოსვლა და მე არ შემიძლია რომ ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული არ გამოვხატო ბაღაშვილების ოჯახის მიმართ. თქვენ ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებთ, ისტორიულ საქმეს და რამდენ ახალგაზრდას გაუყვალეთ გზა დიდი სცენისთვის. ერთ-ერთი აქ ლუკა არის და მე როგორც მამა ვალდებული ვარ რომ მადლობა გითხრათ ამ ყველაფრისთვის. ეხლა რაც შეეხება ჩვენი მეგობრის, საერთო მეგობრის ჭაბუკა სურმანიძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნას, მას მეორე ისტორია აქვს ლუკასთან ერთად. მე ფაქტიურად ცეკვა ქართული იმ დღეს თქვენ წამყვანი ბრძანდებოდი 28 წლის მერე პირველად შევასრულე. აბა კაცო და ისე რომ დაინგრა დარბაზი შეული ოსტატობით, როგორც წინავდი თავის დროზე იმ წლებში. და მოხდა მოკლედ იქ თავარი მეორე განყოფილება გვაქვს ჩვენ. ვისაც ქართული სუფრა უყვარს ასე ვთქვა და იქ ჩვენ ძალიან ახლოს შევხვდით ერთმანეთს. ფაქტიურად ჩვენი გაცნობა ესე დაახლოება იმ დღიდან იწყება და მოვიფიქრე რომ თქვენზე საუკეთესო და უნიჭერეს კაცს ვისვაჩვენებდი საკუთარ შვილს და მოგასმენინეთ მისი სიმღერა და აქედან დაიწყო თქვენი წყალობით ლუკა დღეს უკვე ასე ვთქვათ წარმატებული ახალი შემდგარი მომღერალია და მადლობა კიდევ ერთხელ ამ ყველაფრისთვის. გენაცვალე, თქვენი მადლობა. ესეთი კაი კაცი გაგიზრდის. ახლა რაც შეეხება მიმღერეს, მოდი ჩვენის ნებართვით გადავალ ქალბატონ ნინოსთან, ანუ ლუკა შენს მამიდასთან, რომელიც დასავით უფრო გამოიყურება, რა თქმა უნდა, ეს ფაქტია. და მე საღნიშნავ, იმიტომ რომ არაერთხელ აღნიშნულა ეს. მათ შორის ბატონმა თემურ ჭკუასელმა, აი როგორი შვილები გყავსო. გახსენა და სცენაზე სამივე ერთად დავინახე. იმიკო დიდი ბედნიერი გამოვიდა. აი ხო ხედავ ასაკი არ მეტყობაო. ეგრეა, არა მარტო ეკრანზე, ისედაც რეალურად, ფაქტის სახეზეა. ნინო ძვირფასო, როგორ დაგითანხმეს ამჯერად? ვიცი რომ დიდი ხნის მანძილზე თავს იკავებდით სცენაზე გამოჩენისგან და რა მოხდა ეს მიშვილის სიყვარული იყო, ძმის თუ რა იყო გადაწყვეტია შემთხვევაში? ჩვენს გვაინტერესებს ეს და გამოვტეხოთ. ლუკამ რო დამირეკა პირველად და რომ მითხრა ესე მიმღერეში უნდა წავიდეთო, სიმართლე გითხრათ რომ ძალიან გამიხარდა და თან ძალიან ვინერვიულე და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არა ამ შოუში, მაგრამ ლუკას ხათრით და ბევრი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი და ხო, ფაქტიურად ეხლა ნინომ დასაწყისი მოჭრა რო იტყვიან. მთელი თვე დაგვჭირდა რომ დათანხმებულიყო. არა, ახლა ვერტია პროცესი. შვანაწილიდან დაიწყო. ძალიან დიდი ამბავი, მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული. მეუღლე, ლუკა, მეც რა თქმა უნდა და მე პირველად როგორ შეიძლებაო მე არასდროს არ მდგარ ვარო სცენაზეო და როგორ ვიმღერებ იმდენ ხალხში და მოკლედ ძალიან ბევრი ამბავი დაგჭირდა. ძირითადად სახლში მღეროდი, აი მამასთან ერთად მღეროდი, მამამ მასწავლა პირველად სიმღერა, მოგეხსენებათ რომ მამა მომღერალი გახლდათ და მამამ მასწავლა პირველი სიმღერა ეს იყო მივალ გურიაში მარა, აი ხალხურ სიმღერებს მღეროდით ხოლმე და ძირითადად სახლში მღეროდით და ესე დიდ სცენაზე არასოდეს არ მღერია. ხო, ნუ ერთადერთი ლუკა რო ჩამოდიოდა ბათუმში, მაშინ შეხვდებოდა ლუკასთან ერთად მღეროდი და მე ვიკრიბებოდით ერთად და ესე მღეროდით ხოლმე. პირველად დადგა ეს იმედის წყალობით, ამ დიდებული პროექტის წყალობით, მიმღერეს წყალობით და კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა უთხრა ამ გენიალურ ხალხს. საერთოდ იმედს გადაცემები აქვს, ეს არის ერთადერთი საუკეთესო ნამდვილი ქართული გადაცემები. აი, მთელი საქართველო ფაქტურად მონატრებული იყო ასეთ გადაცემებს, ის რაც ყურებადია და ხედავთ სოციალურ ქსელში, მოკლედ ზარები, მიწერები, ძალიან დიდი პატივისცემა, სიყვარულით და ყველას იხსენებენ და ამ პროექტმა კიდე ყველაზე საოცარი რაც გააკეთა ეს არის რომ უცნობი ოჯახები დაგვაკავშირა ერთმანეთს და დღეს ასე ვგონია რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. აი ესეთი ახლობლობა და მეგობრობა. მადლობა მიმღერეს ამისთვისაც. შემოდიოდა ერთი ფრაგმენტი იყო იქ მახსოვს ღეროდა ერთ-ერთი ოჯახი და შენ ცეკვავდი
ეს ბუნებრივად მოხდა თუ არის ფიქრო რომ ამას სიმღერა უფრო უყვარს და ცეკვა დავიწყებ თუ როგორ მოხდა ეს ჩემში გაიღვიძა ეს ქართულმა გენმა და ყველაფერმა და რომ დავინახე ეს ალბათ შევარდი და ნუ ჩემი ცეკვისადმი სიყვარული ალბათ დავიკმაყოფილე ნახევრად. ბოლომდე მაინც არ მომიწია ეხლა მთლიანად ცეკვა და მითხარი შენას მეტყვი ხო უკვე ჩამთავრდა ეს მიმღერეს სეზონი და ამ გადასახედიდან მიმღერესთან დაკავშირებით. მე აი განსხვავებით ნინოსი მე რომ დამირეკეს რომ ესა და ესეო მიმღერედან გიკავშირდებითო ეკავ დამირეკა და მინდა რომ მეხუთე სეზონის მონდა ერქვა და კი მეთქი უთხარი პირდაპირ აღაც დავასრულებინე ისე გამიხარდი მეთქი ამას ველოდებოდი რომ იქნება რაღაცნაირად მიმღერეში დამენახა ჩემი თავი მინდოდა და კი მეთქი ეგრე მოვდივართქო და აი ჩემს მეუღლეზე თქვა იქნება მეუღლესთან ერთად რომ მოხვიდეთ და მეთქი მეუღლე ჯერჯერობით არ მღერის თქო მე ავამღერებ რა თქმა უნდა მე ჯერჯერობით არ მღერის მეთქი მაგრამ მამა და მამი და გახლავთ მომღერლები ერთად მღერით ოჯახში ბავშვობიდან ესე სიმღერაში ვართ თქო და ძალიან კარგი ამბავია ესა და სამივე მაშინ გელოდებითო მიმღერეში მეხუთე სეზონის მონაწილეეთო და ესე იგი დიდი სიყვარული და სიხარულით დავთანხმდით და აგერ ბატონო კი გამოვდივართ ახლა. შესანიშნავი. რა თქმა უნდა, კარგად გამოგივიდეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჭანიშვილების ოჯახს გარდა ნიჭიერებისა ერთი რამ უნდა აღნიშნო კიდევ, გაქვთ უდიდესი დამსახურება ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, განსაკუთრებით ეს ეხება ფოლკლორს. და მე მინდა ყველას აბსოლუტურად თქვენი გვარის შესანიშნავ წარმომადგენელს ჩემი ძალიან დიდი მადლობა უთხრა, მოვიკითხო ყველა ჯანმრთელობა უსურვო, წარმატება და წინს ვთქვა თქვენს მამას ოჯახს და მოდი ერთი სიმღერა კიდევ შევასრულოთ. აი ის რომელიც ესე მშვენივრად გაჟღერდა მიმღერეს სცენაზე, ამჯერად მოდი ჩვენ შოუში ავაჯეროთ. სიამოვნებით. დროს რაფად გადის ჩემი მასე ჩადის ახლა კი ვიცი ხვისი ჯერია და მაინც მინდა ვიმღერო ისე ჩემს ბავშვობაში რაც მიმღერია რა ქნა რომ ჩემზე Siberemde jvari gozeria Ekşenze gulşirat migolovia Tamashi jagarat shemomeria Ekşenze gulşirat migolovia Tamashi jagarat shemomeria Ekşenze gulşirat migolovia Tamashi jagarat shemomeria Rats gulshi mkhonda imas magerodi ახლა გირჩები მოშურანებედის ნუ თუ ამდე ხასმისთვის მღეროდი რომ გაგაგონო სიმღერა გედის რა ვქნა რომ ჩემზე დაუთოვია ჯერ სიბერემდე Ekşenze gulşirat migolovia Tamashi jagarat shemomeria Ekşenze gulşirat migolovia Tamashi jagarat shemomeria Ekşenze gulşirat migolovia Tamashi jagarat shemomeria Tamashi jagarat
უღრმესი მადლობა ჭანიშვილების უმამაზეს ოჯახს წარმატებები ვისურვოთ მას.